აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს ზუგდიდში სამედიცინო მასაჟი უფასოდ უტარდებათ. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით ოკუპირებული ტერიტორიიდან ზუგდიდში სამკურნალოდ საშუალოდ 5 ადამიანი ჩამოდის, თუმცა მათი თქმით ჩამოსვლის სურვილი გაცილებით მეტს აქვს. პროცედურებს აფხაზეთიდან დევნილი მიხეილ მუკერი ატარებს, რომლის ოფისიც არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის შენობაშია განთავსებული. Ყველკარფიანობა გაგვიშვა მანა ექიმმა, ბატონ მიხეილთან. Უკეთებთ მასაჟით, დავდივართ აფხაზეთიდან, ყოველდღე 14 დღიანი კურსი გავდა, ძალიან კმაყოფილი ვარ, შედეგიც არ გვაქვს. დიდი პატივისცემა და დიდი იმით მაგ შემთხვევა რომ მადლიერება გამოვხატო ხელმძღვანელობის მხრიდან, რადგან აფხაზეთიდან გამოსული დევნილები თავის ყოფით არ გამიგოთ ახლა არც რეკლამით და არც იმით და დიდი ყურადღებით და განსაკუთრებით ყურადღებას აქცევს ბატონ გიორგი ამ ჩვენ დევნილთ ისედაც ვაგალავდა ვარან გადატანილ კუთხეს შვილებს. დევნილი მოსახლეობაც საკმაოდ აქტიურად მოგვმართავს. ჩვენც ყველანაირად უწევთ დახმარებას და ამ სტატისტიკის მიხედვით 130 დევნილმა მიიღო ჩვენი მომსახურება. ამ 130-დან 45 პაციენტი იყო უშუალოდ აფხაზეთის მაცხოვრებელი. ამათგან უმეტესობა რა თქმა უნდა გალის რაიონია, თუმცა არის სოხუმიდანაც, არის გაგრიდანაც, ოჩამჭირიდან, გუდაუთიდან.